ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მეშვიდე საერთაშორისო გამოფენა ექსპო ბათუმი 2014 დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენაში 9 ქვეყნის 70-მდე სასტუმრო, ქსელის, დეკორაციების, რესტორნების, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არცვინში მცხოვრები ქართველების ძველი ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალები, სხვადასხვა კუთხის სახასიათო კერძები, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამოსი. გამოფენის მიზანია რეგიონში ტურისტების მოზიდვა, ტურისტულ სფეროში ჩართული კომპანიების დაახლოება და რეგიონის პოპულარიზაცია. გამოფენის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. ექსპო ბათუმი 2014 სამდღიანია და იგი 4 მაისს დასრულდება. ჩვენ წელს ველოდებით ძალიან დიდ ნაკადს ტურისტებისა, განსაკუთრებით თურქეთიდან და უკრაინიდან. მინდა აღვნიშნო, რომ სიმბოლურია, რომ მაისში ტარდება, ჩვენ სეზონის გახსნასაც გეგმავთ მაისში და დღევანდელი დღე იქნება ტუროპერატორების და სხვა ტურისტული სექტორში დასაქმებული სფეროში დასაქმებული ბიზნესის წარმომადგენლების კავშირების, ერთმანეთთან კონტაქტის და ძალიან კარგი საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველწლიურად მონაწილეთა რაოდენობა იზრდება. მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აჭარის რეგიონში უპრეცედენტოდ ბევრ სტუმარს ველოდებით და ვფიქრობთ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა ექნება აჭარის რეგიონს იმისათვის, რომ მაქსიმალური რაოდენობა სტუმრები მივიღოთ და მათი დასვენება ზაფხულის სეზონზე იყოს ძალიან საინტერესო. გამოფენა მნიშვნელოვანია ტურისტული და მეგობრული კავშირების გამყარების მიზნით. იგი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ტურისტების მოზიდვას. ჩვენ სამომავლო და მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ თქვენს რეგიონთან.